24 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი და სტუდენტები ანუკი ფიფია და მინდია ადაძე რელიგიის საკითხზე სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრნენ. სააგენტომ ადამიანის უფლებათა სამოქმედო სამთავრობო გეგმის ფარგლებში 2016 წელს განხორციელებული პროექტებისა და წიგნების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე სამ სხვა გამოცემულ წიგნთან ერთად ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის კონფერენციის მასალების წარდგინება მოხდა, სადაც ალექსანდრე რუსეცკისა და კესეუს სტუდენტების საკონფერენციო თემების თეზისები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ელჩებისა და რელიგიური თემების წარმომადგენლების გვერდით დაიბეჭდა. დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარდა კონფერენცია, რაც მიძღვნილი იყო 4 წიგნის პრეზენტაციისადმი. ეს იყო შემაჯამებელი კონფერენცია 25 ივლისს გამართული კონფერენციის შესახებ, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლებმა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა. ღონისძიება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყბაძემ გახსნა. მან 2016 წელი და განხორციელებული პროექტები შეაჯამა. გამომსვლელებმა ამ ტიპის აქტივობების აუცილებლობას ხაზი გაუსვეს და პროექტი მოიწონეს. ბუნებრივად ეს პროექტი განხორციელდა სახელმწიფოს დავალება სააგენტომ შეასრულა პირნათლად. ეს პროექტი განხორციელდა წელწადახის განმავლობაში ადინარის ფონდთან ერთად. მოვიცავით მთელი საქართველოს ყველა დონეზე სამხარეო ადმინისტრაცია, გამგეობები, საკრებულოები, თბილისის მერია, ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ბუნებრივად და შესაბამისად მივიღეთ დაახლოებით 200 საჯარო მოხელე ყველა დონეზე.